Через несколько секунд после взрыва тянет себя. მოიცადეთ ერთი წუთით ამ სიმაღლეს ასე უკეთესია მოგესალმებით დაგდაეს ნანატრი დროც ამ სკოლის კედლებში გატარებული ყოველი დღე საინტერესო და განსაკუთრებული იყო ბევრი ტკბილი მოგონება დაგვიგროვდა ჩვენ შევეცადეთ დღევანდელი დღე გაგვეხადა განსაკუთრებული. თუ როგორ გავარქვით ამას თავი, ეს თქვენ შემიფასებთ. როცა სიტყვები ხმას კარგავს, სხეული იწყებს ლაპარაკს. მოდით დატყვით შესანიშნავი ცეკვით, რომელიც იდეალურად გამოხატავს ჩვენს განწყობას. ცეკვავთ ლაზურს.
ღონისძიებას არ ჩაუვლია ნიკას ლექსის გარეშე და რა თქმა უნდა დღევანდელი დღეს ვერ იქნებოდა გამონაკლისი. გთხოვთ ნიკოლას. მოკლედ დიდად დასაკვირვებელი ტექსტის მას არ უნდა და უბრალოდ ატიმხდა წილად რომ ბოლოჯერ წავიკითხო ლექსი ამ სკოლის კედლებში. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს განვითარებაში. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯეროდა, რადგან ჯერა რომ ამ კედლებს მიღვა საკლასო ოთახებში ძალიან ბევრი უნიჭიერესი ადამიანი იმალება და მჯერა რომ ისინი მომავალში დაიბრუნებენ მწვერვალებს. წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო და მიყვარხარ და მომენატრებით. ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებია მიხაკი რომ დაუნახავს გზაზე გაუჩერებია რა ხანია შენ დაგეძებ თუ კაცი ხარ ერთი ბრძანე ბაღნარიდან თვითონ წადი თუ პანხურით მიგაბრძანეს და ჩაგრული კაცის ბედი რომ გაწუხებს კარგი კია მაგრამ ისე მეკითხები თითქოს არა გაგიგია პანხურით რომ გამაძევეთ შენ გონია დამავიწყდა წავედი და მადლობა ღმერთს ინტრიგები ცოტა მიწყდა ხოდა ახლა ფინეთში ვარ ტრების გულებში ეკალს ვასო რაც ვიყავი ის ვარ ოღონდ ერთი ხერი ევროდ ფასო ეს რა მესმის მადლობა ღმერთს მოვესწარით ასეთ ბოლოს რომ დაფას და შენი ნიჭი და კეთილმანს ძლია ბოროტს ყველას უნდა გვაპატიო გულში ცუდი არ გვდებია საქართველოს ფარგლებს გარეთ ეს რაფასი დასდებია კაცის ბევრჯერ ყვავილივით მოგვითხრია მოგვისრია მე როცა სხვის მიწაზე მისი ქება გაგვიგია ურცხვად გვითქვამს ჩვენ გავზარდეთ რა კაცია რა ადგებული სიამაყე და ღირსება ცეკვა აფხაზური
გონი ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ხო? ნუ არ შემიძლია და გეთახმა. ჩემი ძმა რომელი საათია ყვარით? რომელი საათია ძმაო და როგორ შეიძლება ტელეფონი? ერთი წუთი დამელოდეთ. რომელი საათია და ასა? ერთი წუთი ჩემი ძმა. რომელი საათია და 3:09. გაიხარება. მოკლედ როცა 7 წლის წინ ამ სკოლაში პირველად შემოვაბიჯე, ია მასწავლებელმა მკითხა თუ ხონდა თუ არა ლექსის საკითხვის სურვილი. მე ნუ ყოყმანოდ ვხარი და დავთანხმდი მას, რადგან ლექსებისადმი სიყვარული ბაღიდან მომწევს, რადგან დედაჩემი ყოველ კვირა ისე არ გამიშვებდა, რომ ერთი ახალი ლექსი არ მცოდნოდა. ასე რომ სურს წაგიკითხოთ ის პირველი ლექსი, რომელიც ამ სკოლის კედლებში წავიკითხე და ალბათ ბოლოჯერ ვკითხულობ. ბღავილი ამყვამდილი გამოხადრული ყელის ქართველობა ადვილი არა გველობა ძნელი შუბლზე მზის მაწევს ნაგრილი როგორც ნანერწყვი გველის წიწამურია ადვილი ილიაობა ძნელი ანკივის რაღაც ვემდური ამას დუშმანიც გვამჩნევს სხვის ომში გამარჯვებულებს საკუთარ ომში ლაჩრებს ვერ მიერთგულე ვერასდროს დადედებულო გულო სხვათა ომებში ბელადო შენი მამულის წყლულო ფიქრო იჭვები დაღლილო ცაო დაბზარულო ცრემლი ბაზალეთია ადვილი დიდგორი არის ძნელი ბუბუნით წამწდა იორი ოდნავ ამართა წელი ტახტზე ფიქრი ადვილი დავითობა ძნელი ბევრჯერ ჩავკრებია, გაკვეთილზე დაგვიგვიანია, დავალებას არის დარეკომდე 5 წუთით ადრე შეგვისრულებია, მაგრამ დღეს ისე გრაციოზულად შევასრულეთ ამ ცეკვას, თითქოს მთელი ცხოვრება ამ ცეკვისთვის ვემზადებოდით. თხოვთ ტაში, სცენაზეა ვალსი. I summoned you, please come to me. Don't bury thoughts that you really want. I fill you up, drink from my cup. Within me lies what you really want.
waves, these crashing waves wash over me like a hurricane. I'll captivate, you're hypnotized, feel powerful, but it's me again. Come, lay me down, 'cause I know this, 'cause I know this. In the middle of the night, just call my name, I'm yours to take. In the middle of the night, I'm wide awake, I crave your taste all night long, till morning comes. I'll get what is mine, I'll get yours, oh no. In the middle of the night, in the middle of the night, just call me up, just call my name. იმედია ყველაფერი მოგეწონათ. აი, დადგა ეს ამაღელვებელი მომენტიც. ჩვენი ღონისძიება მიილია. კლასის თითოეულმა მოსწავლემ ამ სკოლას თავი განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავიანთი ნიშან-თვისებებით და ჩვენც მუდამ გვემახსოვრება ერთმანეთი. მას შესწე სკოლა არის მე-12 კლასის მოსწავლეები. სუპერ ინტელექტი, რაც არ უნდა კითხო, ყველაფერზე გიპასუხებს, ოღონდ გაკვეთილი არა. ნებისმიერ თემაზე მისი მსჯელობა გაგაოცებთ, ოღონდ როცა გაკვეთილის მოყოლაზე მიდგება საქმე, უსმად ასტროლოგად გადაიქცევა ხოლმე და ვარსკვლავების ყურებას იწყებს. ანრი ნარსია! კლასში მისი ადგილი ყოველთვის არიელია, მაგრამ რატომღაც ყველამ ვიცით, რომ ის სადღაც ჩვენთან არის, მაგრამ აი სად? ეგ უცნობია. მიშა გოცილიძე! მისი თმები კუპრზე და გიშერზე მეტად შავია. სრულიად ჭიხუს და ხობის დედოფალი ნინა ალოიანი. მისი წყობიდან გამოყვანა ძალიან რთულია. სიმშვიდის ეტალონი, ცისფერთვალება პრინცი ანრი გერგაია. ქრისტინე ცეკვით ამაყობს. იგი თან ცეკვავს გულითაც. მხოლოდ სხეულით კი არა, მოცეკვავია სულითაც. ქრისტინე ჟურღაია. კლასის საათი, მეოთხე დასის მე-7 წევრი. მომავალი კომენტატორი, მიდი სანახავად!
კლასში ყველაზე დაკვირვებული. მას შეუძლია გაიხსენოს რა ხდებოდა 4 შაბათს 12 საათსა და 15 წუთზე ისტორიის გაკვეთილზე. თაკო კვიკვინია! მასტერ შეფი. მას გემოებითა და ნერვებით თამაში ზუსტად ერთნაირად გამოსდის. მისი სტუმრობა ყველას ძალიან გვიხარია. ირაკლი საღარაძე! კლასში ყველა საქმის გარჩევა საბოლოოდ მის ხელამდე მიდის. 3 ფერი უყვარს, 3 შავი, შავი და შავი! ლიზა გადუა! ადამიანი, რომელსაც გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, გერმანიას ხეთა ურჩევნია. მეგრელი ევროპელი ნინი შენგელია. კლასის ფერია, უსაყვარლესი, ულამაზესი და უმშვენიერესი ხატია ქანთარია. The flowers, I sit for hours, gathered all the bluebirds, the feeling birds, pretty little baby. მას ვერ გააჩერებს, ვერც სიტყვა, ვერც სვიმა, ვერც ქარი. მისთვის სკოლა ნამდვილად იყო მეორე სახლი, აი იმდენად, რომ ბოლო სკოლაში სახლის შუსტები მოიტანა. ანი სურმავა! წინა ცხოვრებაში აფრიკელი ფერადკანიანების უფლებების ნომერ 1 დამცველი მისმა სილამაზე მთელი სამყარო შეძრა. მარიამ გაბრავა! მონატრებული ხალხის შერით დადგა. დოჯიხეველი მაიკ ტაისონი. ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი, მონატრებული ადამიანი ილია გერგაია. დოჯიხევში თუ მაიკ ტაისონი ყავს, კლასში ჯეკი ჩანიც ყავდა. მონატრებული კარატისტი ლიკა ჯიჯინაძე. ახლა ეს მასწავლებლებს ეხებათ. თუ გაკვეთილზე მას გაუწევთ, ჩათვალეთ, რომ ცხოვრებაში ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავთ. მან ანბანის ყველა ასოზე იცის ლექსი. ნიკოლას კარტავა! Soy el fuego que arde tu piel, soy el agua que mata tu sed, el castillo, la torre, yo soy. მისი რეჟისორული ხედვის მარტი სკორსეზე შეშორდება. ტანია ალვა, პირი მანგი, მომავალი ადვოკატი ანა ქებურია. It was a teenage wedding and the old folks wished them well. You could see that Pierre did truly love the mademoiselle. And now the young monsieur and madame. მართლაც დღეს განსაკუთრებული და სხვა ემოციებით დატვირთული. სასიხარულო და ამავდროულად სევდიანი დღეა, რადგან ჩვენი სასწავლო გზა დასრულდა. მადლობას უხდით სკოლა არეას თითოეულ პედაგოგს, ვინც ჩვენი აღზრდისა და განათლების გზაზე ამდიდებულ საქმიანობას ემსახურებოდა. დღეს, როცა სკოლის მთავარ ეტაპს ვასრულებთ, გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოთ ჩვენს დამრიგებელს, ქალბატონ ია გოროზიას. ია გვიყურხარ! ჩვენი შრომა, სიტყვა და ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იქნება ჩვენთვის. გმადლობთ იმისათვის,
იმისათვის, რომ მთელი 12 წლის განმავლობაში ჩვენი კლასის წინამძღოლი იყავით. გვიყვარხართ და გვეიმედებით. ასევე გსურს მადლობა გადაუხადოთ ჩვენს დირექტორს ქალბატონ ელენე როგავას. ძირითადად ელენე მასწავლებელია. გიხდით მადლობას იმ მრავალწლიანი შრომისთვის, თავდადებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი სკოლის წარმატებას და ჩვენს განვითარებას უკავშირდება. თქვენი ხელმძღვანელობით სკოლა ჩვენთვის მხოლოდ განათლების ადგილი არ ყოფილა. ეს იყო სივრცე, სადაც გავიზარდეს როგორც პიროვნებები, ვისწავლეთ წესიერება, ღირსება და თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება კი ყველა ჩვენგანისთვის სამაგალითოა. თქვენი წვლილი თითოეული მოსწავლის მომავალში შეუფასებელია. მადლობა კიდევ ერთხელ. ელენე მასომინატრება თქვენ ისტორიის უბრალოდ. ინდა იჯერე კიდე. ძვირფასო ქალბატონო ბეატრიქს, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ საამაყო სიმცის შექმნისთვის, რომელსაც დღეს სკოლას უწოდებთ. მხოლოდ წელიწად ნახევარი მომიწია თქვენთან სკოლაში ყოფნა, თუმცა იმდენად ღირებული და ემოციური აღმოჩნდა ეს, რომ ჩემთვის საზღვარგარეთაც კი ვერ დავივიწყე ის შეგრძნებები, რომლებიც აქ დამიგავეთ. მადლობა, რომ ასეთი სკოლა არსებობს, თქვენ მიერ შექმნილი და გულით აწყობილი. თქვენ მიერ შექმნილი სკოლა არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს არის სივრცე, რომელიც სიტყვათვის, სიყვარულით და პასუხისმგებლობით არის გაჟღენთული. უზარმაზარი მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ არა მხოლოდ ამ სკოლის, არამედ თითოეული მოსწავლის გულსა და მეხსიერებაში ჩადეთ. მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, დღევანდელი დღის მთავარ გმირებს, დღევანდელი დღის შემოქმედებს, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს მივესალმები და კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით, საუკეთესო სურვილებით მოგილოცავთ ახალი ეტაპის საწყის დღევანდელ დღეს თქვენს ცხოვრებაში. ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და უფალმაინებოს, რომ სასიამოვნო იყოს თითოეული მოულოდნელობა თქვენს ცხოვრებაში. 12 წელი არც ისე ბევრია და არც ისე ცოტა. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა ჩვენ თქვენთან ერთად დაპირიქით, ერთად გაგვეარა ძალიან საინტერესო და ვფიქრობ მრავალმხრივ დატვირთული გზა. კიდევ ერთხელ მინდა გამოგიწყდეთ დიდ სიყვარულში. სათქმელი ძალიან ბევრია, ჩემო ძვირფასებო, ძვირფასო აუდიტორია, აქ მობრძანებულო სტუმრებო, მშობლებო, ბებიებო და ბაბუებო, გულშემატკივრებო, რომლებიც დღეს მოიხაროდით, რათა რამდენიმე წუთი თქვენს გაგეზიარებინათ ამ ახალგაზრდების აღკინება. სიხარული და ალბათ ძალიან დიდი მოლოდინისკენ სწრაფვა. ეს მოლოდინი ღმერთმაინებოს იყოს სიკეთით, წარმატებით. ძალიან საინტერესო შემოქმედებითად დატვირთული ცხოვრების გზაზე. სკოლა 1997 წლიდან ითვლის თავის თარიღს. არაერთი მოსწავლე დაფრთხიანებულა ამ კედლებში. უპირობო სიყვარული იყო საფუძველი ამ სკოლის დაფუძნების, მისი არსებობის და ასე გაგრძელდება მრავალჟამიერი. მადლობა მათ, ვინც გულწრფელად გვანდო მათთვის ყველაზე ძვირფასი შვილები და ჩვენთან ერთად გამოიარა, ვფიქრობ ღირსეულად გამოიარა და მე მიხარია, რომ აქ ხედავ უკვე ბებიებს, ვინც ჩვენი მოსწავლეების შვილები მოიყვანეს და ამჯერად უკვე ბებიების ამპლუაში არიან ჩვენთან ერთად. რომ არა თქვენი თანადგომა და რომ არა ჩემი ძვირფასი კოლეგების, ჩვენი სკოლის იმ ერთგული შეკრული გუნდის ერთობა და მე ვფიქრობ ალბათ სხვა დანარჩენთან ერთად
ის განსაკუთრებული ნიშა, რომლითაც გამორჩეულია სკოლა არეა ჩვენ სინამდვილეში არის სწორედ ის გუნდურობა, საქმისადმი ერთგულება და ის უპირობო სიყვარული, რომელიც დევს თითოეულ აგურში ამ სკოლის კედლებისა. მადლობა ჩვენი სკოლის დამფუძნებელს, რამე თუ საკუთარი შვილის და შვილების სიყვარული ასე გადაანაწილა და საპირწონედ სხვისი შვილების უპირობო სიყვარული აქცია. მადლობა თითოეულ თქვენგანს, მადლობა დღევანდელ დღეს, მადლობა რომ ასე ლამაზები ხართ, ასე ერთიანები ხართ და უფალმა ინებოს რომ ასე იყოს მრავალჟამიერი. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ლოცავთ დიდი სიყვარულითა და რჩეული სურვილებით, ხომ უჯერათ და გწამთ, რომ დიდი გულშემატკივრები ვართ თქვენი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. მადლობა იამასწავლებელო, მადლობა თითოეულ ჩემს კოლეგას, კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრი, ჩემო ძვირფასო სტუმრებო თქვენს წინაშე. ჩვენ ასე შორიდან ღმერთმა ინებოს რომ მოგვეცეს საშუალება რომ აღკინებით მე ზოგან თვალწრემლიანი ვუყურებდი, ზოგან ვფიქრობდი თვალწინ კადრები ერთმანეთს ცვლიდა რომ როგორი პატარები ესენი ხელჩაკიდებულები თქვენთან ერთად შემოვიდნენ და დღეს ასეთი დიდები არიან და მე რაღაცებს ვაკვირდები და თითქოს ვსწავლობ კიდევაც მათგან რა თქმა უნდა მასწავლებელი ისევე სწავლობს მოსწავლისგან როგორც პირიქით. მადლობა რომ კიდევ ერთი სასიამოვნო გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში, ჩემს პროფესიულ გზაზე თქვენთან თანამშრომლობა. ერთგულებას, სიხარულს, წარმატებას, ერთობას გისურვებთ. მიყვარხართ უპირობოდ რა თქმა უნდა. ნახავთ მას ხანდახან მაგაზე მიერული 1793 გიორგიევსკის ტრაქტატი. იმისთვის რომ ეს დღე შემდგარიყო, ძალისხმევა არ დავიშურეთ ჩვენს არც ჩვენმა მშობლებმა. ამისთვის გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ მათ, საკუთარ თავებს ამ 12 წლისთვის და თქვენ მაყურებლებო. თუმცა მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ანდრი გერგაიას მშობელს, ცირა ფიფიას, რომლის დასახურებითაც მოვახერხეთ რომ დღევანდელი დღეს შემდგარიყო ისე გამორჩეულად კარგი როგორიც იყო. ძალიან დიდ მადლობას გითხრით თითოეული წუთისთვის რომელიც ჩვენ მოგვიწვევით. ბრავო, ბრავო! ახლა კი ერთ მშობელს ჩვენთვის ერთი საკითხვა სურს. ხო. ანდრი ნარსია. მოგლოცავს, მადლობა. მარტო ჩემი სახელით კი არა, მთელი მშობლების სახელით მინდა დაგილოცოთ ეს გზა. მართლაც დასრულდა ჯადოსნური ბავშვობის წლები და თქვენთვის ახალი ცხოვრება იწყება. თქვენს ავტოგრაფებს დროებით დაჩრდილავს, წლები გაფართავს ბავშვურ სიცოცხლეს. თქვენს სიჩაბუქეს უმანკო ღიმილს ყველა მშობელი ბევრჯერ ვინატრებთ. ჩვენს ოცნებებში ვხატავთ თქვენს სახეს. მეტალ როგორი იქნებით მერე. იცით ჩვენ მაინც იმ დროს ავირჩევთ ბავშვურ სიცოცხლეს და სიჯიუდეს. 12 წელიც უცებ გაფრინდა. სკოლა დასრულდა როგორც სიზმარი. დღეს თქვენთვის ის უდარეკავს ზარი და თბილ სიტყვებსაც მოგიწვნით წამით. დამთავრდა სკოლა და ეს ბავშვობა კვლავ მონატრების დადგება ჟამი თქვენს ბავშვურ ღიმილს. თამას სიცოცხლეს მოგონებებში არეას ჩავწერ. გადავახტავ გილოცავ ყველა მე-12 კლასის მშობელის სახელით. იამასწავლებელო, ბოლოჯერ გარეკავს არ ჩვენთვის? არა. კიდევ ბევრი აურეკა ბევრთავად ჯერ. ბოლოჯერ. Thank you.
გირჩევთ რომ მიყვარდეს ერთმანეთი, სიყვარული აღვნიშნებს, სიყვარული არის ყველაფრის ძალა, ამიტომ მე გენდობთ თქვენ, ჯერა თქვენი და არ ვიცი. ვინ დავიხაზოთ საწინააღმდეგოებს? დამოწმებაზე გეყოთ ბავშვებო, წარმატებები. ვინ ჩამიწევს ვაკობი? მაშ ასე დროა ჩვენი კლასის ისტორია ერთ ხანში გავაერთიანოთ. მაშ ასე ბოლოს არის იმნი. I've seen babies, yes we go baby.